მოგესალმებით. თითოეულ თქვენთაგანს ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ აკომენტარებთ ვიდეოებს, იმისთვის, რომ უყურებთ ჩემს გაშლებს. მოკლედ, ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით მე ვარ კატა. დღევანდელი გაშლა, რა თქმა უნდა, როგორც ყველაზე მოთხოვნადი პარტნიორული ურთიერთობები და გავაკეთოთ პარტნიორულ ურთიერთობაზე. მინდა გითხრათ, რომ ახალი დასტები მაქვს, რომელიც ძალიან ლამაზი არის, ძალიან ბევრის მეტყველი არის, ესე რომ ვთქვათ. და მინდა რომ ამ ახალი დასტით გავაკეთოთ თქვენთვის დღევანდელი გაშლა. ნახოთ, როგორი პარტნიორი მოვასალაპარაკოთ და რას დაგველაპარაკეთ. თქვენი ენერგიები და პარტნიორის ენერგიები. თქვენ რაღაც ძიებაში ხართ, თითქოს ახლის ძიებაში ხართ, გინდათ გადადგათ ნაბიჯები, გადახვიდეთ სხვა ეტაპზე, გინდათ არის კიდე ესეთი მომენტი, რომ გაეცალოთ თითქოს ყველაფერს იმისთვის, რომ დაინახოთ ახალი პერსპექტივები თქვენს ცხოვრებაში, ხო, რაღაც თქვენი ენერგიები ახლა ამ ეტაპზე ძალიან ემოციური არის, სადაც უკვე გაანალიზებული გაქვთ ბევრი რამ და თვლით, რომ უნდა გააკეთოთ ნაბიჯები. კი ბატონო, აი გაანულოთ, რაღაცნაირად ახლიდან დაიწყოთ ყველაფერი და ახალი პერსპექტივების გზები გამონახოთ თქვენი ცხოვრებისთვის. მოდით ნახოთ, პარტნიორი როგორ ენერგიებში არის. ის ამ ეტაპზე არის, ასე რომ ვთქვათ, გაჩერებულ მდგომარეობაში, უბრალოდ აკვირდება მოვლენებს, შესაძლებელია შორიდან და ნახეთ, ერთის მხრივ არის უბრალოდ სიტუაცია, სადაც სტაგნაციაში ხო შესული, ანუ არაფერი არ უნდა, ვერაფერს ვეღარ ხედავს, ყველაფერი არის უცხო და ძალიან უჭირს გამოსვლა ამ მდგომარეობიდან. მეორეს მხრივ ეს ადამიანი უბრალოდ ნახეთ, როგორ არის, აი ცდილობს, რომ ცოტა სხვა კუთხით დაინახოს თავისი ცხოვრება, თავისი ურთიერთობები, თავისი მომავალი. განსაკუთრებით აი შედარებას აკეთებს, თქვათ, ეხლანდელს და წარსულს შორის, ხო, მომავალს და წარსულს შორის. რაღაცა მის ცხოვრებაში ბევრი ისეთი ნიუანსია გავლილი, რომელიც თითქოს აი იგივეს გადის, იგივე ეტაპს გადის. რაღაც უკვე მოხდა სიტუაციები მის ცხოვრებაში და აი უყურებს, რომ ზუსტად იგივე ხდება, ხო, რაღაცა არაფერი არ იცვლება თითქოს და ეხლა იწყებს იმაზე ფიქს, რომ აი შევხედოთ, მოდი იქნებოდა ყველაფერი სხვანაირად გადავალაგო, ხო, სხვანაირად შევხედო ამ ყველაფერს. მოდით ნახოთ, რა ხდება ამ წუთას თქვენს შორის. ნახეთ, თქვენ შორის შესაძლებელია იყოს ესეთი სიტუაცია, რომ ვიღაცასთან შეიძლება გათამაშდეს კიდევაც და იყოს ისეთი მდგომარეობა, რომ აი ცდილობს თქვენთან კომუნიკაციას SMS-ებით, რაღაცა ურთიერთობას, ან ინფორმაციულად ცდილობს ამ ყველაფრის მოწვევას, მაგრამ თქვენ უკვე იმდენად მიხვდით თქვენი თავის ფასი, იმდენად მიხვდით თქვენს მიზანს, რას გინდათ რომ მიაღწიოთ, რომ ადამიანი არის ჩაფიქრებული იმ მხრივ, რომ კიდევ არის თუ არა შანსი, ხო, რაღაცა ურთიერთობისთან ფიქრობს იმას, რომ აი ყველაფერი ჩემ ხელთ არის, ანუ ჯერ კიდევ შემიძლია შემოვატრიალო. მეორეს მხრივ არის სიტუაცია, როდესაც ადამიანი საერთოდ ვერ ხედავს მომავალს და თვლის, რომ აზრი არ აქვს, არანაირ მოქმედებას, იმიტომ რომ თქვენ უკვე იმდენად გაუცხოვდით მასთან მიმართებაში და იმდენად აღარ გინდათ, რომ მიხვდით თქვენს ფასს და მის ფასს, რომ არის პირიქით სასოწარკვეთილ მდგომარეობაში, იმ მხრივ, რომ
არ იცის როგორ გამოვიდეს თქვენთან კონტაქტი, ხო? მოდით ვნახოთ. აქვს თუ არა ამ ადამიანს ახლა ამ ეტაპზე თქვენს მიმართ გრძნობა? აქვს თუ არა გრძნობა? ვიცით რა არის აი გრძნობის მომენტი, სიმართლე გითხრათ, რაღაც მომენტში აქვს, მაგრამ მისი ეგო არ აძლევს ამ გრძნობის გამოხატულობის საშუალებას, არ აძლევს იმის თქმას, რომ ყველაფერი უნდა თქვენთვის, ხო, უნდა რომ იმუშაოს თქვენ ურთიერთობაზე, უნდა რომ კვლავ დაგიბრუნოთ, კვლავ გქონდეს თქვენთან ესეთი ემოციური შესაძლებელია, რომ მაგ ადამიანები რაღაც მომენტში იყოთ კიდევაც, იმიტომ რომ საჯარო გაშლა და რამოდენიმე ვარიანტი შეიძლება მოხდეს, ანუ იყოთ ურთიერთობაში, მაგრამ ნახეთ უკვე დისტანცირებულ ურთიერთობაში, სადაც თქვენ გაქვთ გააზრებული თქვენი არსებობის მომენტები ამ ურთიერთობაში და უკვე იცით, რომ რა და როგორ გააკეთოთ. ისეთი ემოციით და ეიფორიით და მხოლოდ მის გასახარებლად ნამდვილად აღარ ხართ ურთიერთობაში, ხო? რაღაცა ხვდებით, რომ ის ამ ურთიერთობიდან თქვენ თუ არ მიიღეთ რაღაცა დადებითი ემოციები, ну შესაძლებელია რომ აღარ დაიხარჯოთ. და იმ შემთხვევაში თუ კი არ ხართ ერთად, ხომ, აი გეტყვით იმას, რომ ეს ადამიანი ნამდვილად ვერ კი ვიწყებთ, იმიტომ რომ მის გონებაში იმდენად ხართ შეჭრილი და იმდენად თქვენს მიმართ აქვს ეს სიყვარულის ემოცია, რომ ნამდვილად ვერ ახერხებს ამ ყველაფრის თავიდან ამოგდებას, უნდა რომ დაიბრუნოს ის განცდა, ის ემოციები, რომელიც თქვენთან მიმართებაში განიცადა თუნდაც პირველი ნაბიჯებზე, მაგრამ ეს ძალიან უჭირს, ვერ ახერხებს. მისთვის ძალიან რთულია ამ ყველაფრის, ესე ვთქვათ, აღიარება ამ ეტაპზე. მოდით ესე ვკითხოთ. საერთოდ რას ამბობს ეს ადამიანი თქვენზე, თქვენს ზურგს უკან, სხვა ადამიანებთან. სხვა ადამიანებთან რას ამბობს? ის რომ ძალიან მოსიყვარული ხართ, ის რომ აძლევთ ძალიან დიდ ემოციას, ის რომ უხარებთ გულს თქვენთან ურთიერთობისას, ის არის ძალიან ბედნიერი, ხო, აძლევთ იმის საშუალებას, რომ აი მარტო ბედნიერება კი არ გქონდეს, აი იმოძრაოს წინ, წავიდეს წინ, შეძლოს დაიპყროს ახალი რაღაცა მისთვის წარმოუდგენელი ჰორიზონტები, ხო, რაღაცნაირად ეს ადამიანი ამბობს იმას, რომ უყვარხართ, ხედავთ წყვილად, უნდა თქვენთან ერთად ურთიერთობა, სიხარული, სიხალისე. აშკარად კარგად საუბრობს თქვენზე. მოდით ვნახოთ, აბა თავის საკუთარ თავთან რას ამბობს ეს ადამიანი. თავის თავთან რას ამბობს? თავის თავთან ამბობს იმას, რომ მას უნდა თქვენთან ოჯახი, მას უნდა თქვენთან სიყვარული, მას უნდა თქვენთან ბედნიერება, მას უნდა რომ მის ცხოვრებაში როგორც შემოგქონდათ ფერადი სისარტყელა და ისევ შეიტანოთ, ხო, რაღაცნაირად თავის თავთან ხვდება და აღიარებს ეს ადამიანი, რომ თქვენისთვის ოჯახი ხართ. მაგრამ ეხლა არ იცის როგორ უნდა მოიქცეს, არ იცის რა მხარეს უნდა გადადგას ნაბიჯები. და ცოტა გაურკვევლობაში არის ამ ეტაპზე, მაგრამ მაინც ფიქრობს, რომ მომავალი თქვენთან ნამდვილად არსებობს, იმიტომ რომ თქვენ მისთვის აი ხართ რეალურად ყველაზე სწორი ადამიანი მის ცხოვრებაში, ანუ აღიარებს საკუთარ თავთან, რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც შესაძლებელია, რომ სამყარომ და ღმერთმა შექმნა მხოლოდ მისთვის. იმდენად ბედნიერებას გრძნობს თქვენთან მიმართებაში. კარგით. ნახოთ, აბა მშვენივრად კი ფიქრობ თქვენზე. რა მოსწონს ყველაზე მეტად თქვენთან ურთიერთობაში? რა მოსწონს ყველაზე მეტად? ის რომ ხართ ლაღი, ის რომ ხართ საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებული, ის რომ ხართ
თქვენ თვითონვე უზრუნველყოფილი, თუნდაც მატერიალური კუთხით, თუნდაც სულიერი სავანე გაქვთ მოწყობილი ისე, რომ პირიქით შეგიძლიათ სხვებსაც კი გაუნაწილოთ მისცეთ, აი ეს თქვენი ღიმილი, თქვენი ემოციები, სისუფთავე, ის მომენტი, რომ შეგიძლიათ იყოთ უბრალოდ ბრწყინავდეთ, აი ნებისმიერ დროს, რაც არ უნდა შეიძლება თქვათ მოღრუბლულიც აიყოს და ამინდიც არ გიწყობდეთ ხელს ხასიათში, მაინც ყოველთვის მზესავით ანათებთ, ხო, აი რაღაცა ესეთი ეს მოსწონს თქვენში. მოდით ნახოთ აბა რა არ მოსწონს თქვენში. რა არ მოსწონს თქვენთან ურთიერთობაში. მიუხედავად იმისა, რომ ესეთი ძალიან ესეთი გახსნილი ხართ, არ მოსწონს ის, რომ შესაძლებელია აი უცბად, ისე უცბად მოტრიალდეთ და დაუტრიალოთ ქარცეცხლი. ისე უცბად შეგიძლიათ, რომ მოიტყვენ ერთ ადგილას მოსვათ. არ მისცეთ საშუალება ამოსუნთქვისაც კი. თulis რომ ხანდახან ისეთი ჯიუტი ხართ და ისეთი პრინციპული ხართ, რომ აი ვერანაირად ვერ ახერხებს, რომ დაგეკონტაქტოთ და ამიტომ აი ეს არ მოსწონს თქვენში რაღაცა თუ თქვით რომ ეს ესე უნდა იყოს, წერტილს რო უსვავთ, არ უნდა დაუსვა რაღაცა სამი წერტილით უნდა დატოვოთ, რომ შეძლოს ამ ადამიანმა მერე მოტრიალება ისე როგორც საჭიროება მოითხოვს, ხო, რაღაცა ესე გვისახავს ეს ადამიანი ამ ყველაფერს. მოდით ვკითხოთ. როგორ ხედავს ეს ადამიანი თქვენთან მომავალს? როგორ ხედავს პარტნიორი თქვენთან მომავალს? მაშკარად რაღაც გადასაწყვეტი ნამდვილად აქვს. როგორ ხედავს მომავალს? გეტყვით ესე, რომ ეხლა კიდევ ერთხელ გეტყვით, შესაძლებელია ნამდვილად, რომ აქ ურთიერთობა იყოს ძალიან ცოტა დაძაბულ სიტუაციაში, მიუხედავად იმისა, რომ კონტაქტში თუ ხართ, მაინც რაღაც გაურკვევლობები არის და მით უმეტეს თუ არ ხართ კონტაქტში, გეტყვით იმას, რომ ეს ადამიანი თulis იმას, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, სწორი გადაწყვეტილება, ის ენერგიები, რომელიც მას აქვს წართმეული, ხო? ანუ წართმეული იმ კუთხით, რომ თქვენ იმდენად ბევრ ენერგიას აძლევდით, რომ ხდება, რომ კარგავს სახეს. ნახეთ, აი სარკეში რო იყურება, შესაძლებელია ეს ადამიანი ხედავს, როგორ თქვათ, აი დაცილებულები ხართ თუ აუზო გაქვთ აღებული, თქვათ 1-2 თვიანი ურთიერთობა, ხო, არ გაქვთ. ხედავს აი ამ ორ თვეში როგორ დაბერდა, ხედავს ამ ორ თვეში როგორ ცუდად არის მისი ენერგიები, როგორ ცუდად გრძნობს თავს. და ის ეცდება აუცილებლად გამონახოს ის ძალა, რომ შეძლოს თქვენთან მოსვლა ფისოსავით, ესე ვიტყოდი, ლომი, რომელიც უცებ ფისოდ იქცევა, ხო, იმიტომ რომ მას უყვარხართ, იმიტომ რომ მის გრძნობებში ნამდვილად სიყვარულის ემოცია არის, იმიტომ რომ თქვენ მისთვის შეიძლება ითქვას სამყაროსგან ისეთი ძალის მიმცემი ხართ, რომ აი გადაატრიალოს მთები, ხო, აი ხვდება ეს ადამიანი, ძალიან კარგად ხვდება იმას, რომ თქვენ ხართ ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც მას ათვინიერებს, მის ხასიათს არბილებს, მის ემოციას აღვივებს, ასუფთავებს, აბსოლუტურად წრფელი და ესეთი დიდი ენერგიებით, ხო? აშკარად ეს ადამიანი თქვენთან ურთიერთობას ნამდვილად ხედავს, მაგრამ აი ჯერ აქვს ეს მომენტი, რომ აუცილებლად უნდა გადაწყვიტოს და გეტყვით იმას, რომ შეყვარებულების არკანი კი ნამდვილად უნდა გადაწყვიტოს, უბრალოდ როგორ მოვიდეს თქვენამდე, როგორ აღიდგინოს საკუთარი სახე, რომელიც დაკარგა. აქ შესაძლებელია იყოს ის მომენტიც, რომ ნახეთ ადამიანმა
ისეთი რამე გააკეთა, რომელიც მას არ შეეფერებოდა. ან ნუ ვერც კი წარმოიდგენდით, რომ ეს ადამიანი ამას გააკეთებდა, ამას იკადრებდა, ხო? და შესაბამისად, უნდა აღიდგინოს ჯერ თავისი სახე, იმისთვის რომ მოვიდეს, იმიტომ რომ მას თქვენ პირდაპირ გეუბნებით, რომ ძალიან უყვარხართ და აქვს ეს ემოცია თქვენს მიმართ. მოდით ნახოთ. რა ნაბიჯს გააკეთებს? კონკრეტული ნაბიჯი, რა შეიძლება ქონდეს ამ ადამიანს უახლოეს 1 თვის განმავლობაში, რა ნაბიჯს გადმოდგავს, გააკეთებს ისეთ, რომელიც სამწუხაროდ ამ ეტაპზე 1 თვის ვადაში ნამდვილად ვერანაირ ნაბიჯს ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ ჯერჯერობით ეს ადამიანი ცდილობს, რომ თავისი თავი გამოიყვანოს იმ სიტუაციიდან, სადაც ესე ვიტყვი, რომ თვითონვე ჩაიგდო, თვითონვე შეიქმნა ეს მდგომარეობა, ამიტომ ეხლა ამ ეტაპზე ის ცდილობს, რომ ამ 1 თვის განმავლობაში უბრალოდ ეცდება, რომ დაინახოს ის შუქი, თქვენთან მოსასვლელი გზა, ის ემოცია შეივსოს მისი სულიერი მდგომარეობა რაღაცნაირად. შესაძლებელია რომ ჯანმრთელობის პრობლემაც ჰქონდეს ამ ადამიანს და ის ჯანმრთელობა აღიდგინოს და მერე შეიძლება რაღაც გააკეთოს, მაგრამ ამ ეტაპზე სამწუხაროდ 1 თვის ვადაში ნამდვილად არ აპირებს ეს ადამიანი სამწუხაროდ გამოჩენას, იმიტომ რომ სერიოზული პრობლემები აქვს, როგორც სულიერი, ისე ფინანსური, ემოციური, ხო, ჯანმრთელობის, ასე რომ ნამდვილად სამწუხაროდ ვერ გააკეთებს ვერანაირ ნაბიჯს. და მოდით ესეთი კითხვა დავუსვათ. საბოლოო ჯამში სამყარო თქვენს ურთიერთობაში მომავალს თუ ხედავს სამყარო თავად. ეცით რა არის ნახეთ? აქ არის სიტუაცია, როდესაც ორივემ უნდა ისწავლოთ ერთმანეთისთვის დათმობა, ორივემ უნდა ისწავლოთ ერთმანეთისთვის ხელის გაწვდა. ურთიერთობა ორი ადამიანის გარშე შედგება, იქ ერთი არ არის ყოველთვის ვალდებული რაღაცა ენერგია ჩადოს. თუ ისწავლით ბალანს ერთმანეთთან ურთიერთობის, თუ ისწავლით თქვენ კონტროლს იმისას, რომ რა დოზით უნდა გასცეთ თქვენი ენერგიები, თუ ისწავლით იმას, რომ რა დოზით უნდა მოსთხოვოთ მას ენერგიების ჩადება და ისიც ზუსტად იგივენაირად რა დოზაზე უნდა მოგთხოვოთ ენერგიების ჩადება და რა დოზით უნდა მოგცეთ, თქვენი ურთიერთობა შესაძლებელია ნამდვილად რომ გამოვიდეს, იმიტომ რომ თქვენ ძალიან დიდი მიჯაჭვულობა გაქვთ ერთმანეთთან, ემოციური ფონი გაქვთ ერთმანეთთან ისე დაკავშირებული, რომ ნამდვილად ჯერჯერობით, მე მგონი აქვს ესეთი მომენტია, რომ შეიძლება ვიღაცა 6 წლის წინ ურთიერთობაც, რატომაც ესე მომდის, რომ 6 წლის წინ დამთავრებული ურთიერთობა იყოს, მაგრამ ის ემოციური მომენტი არ დაკარგულა არასოდეს, ხო, რაღაც უბრალოდ აქ შეიძლება იმიტომ არ გააკეთოს ნაბიჯი, რომ უკვე 6 წელია გასული, თქვათ, ხო, რაღაც, რატომღაც ესე მომდის, რომ თქვენი ემოციური მდგომარეობა და ეს უხილავი ძაფები, რომელიც არის ნამდვილად ერთმანეთზე საკმაოდ არის დაკავშირებული და ნუ რა თქმა უნდა, სამყარო ამას გვიდასტურებს, რომ კი, თქვენ ნამდვილად ხართ სამყაროში ისე დაკავშირებული ერთმანეთთან, რომ თქვენი მომავალი არსებობს, უბრალოდ აი ბალანსის დაჭერა უნდა ისწავლოთ ორივე მხარემ, რაც მთავარია. მოგეთ ესეთი გამოვიდა დღევანდელი გაშლა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს და ვიმედოვნებ, რომ ყველას ცხოვრებაში იქნება ის სიყვარული, რომელიც ყველაზე დიდ ბედნიერებას მოგიტანთ. წარმატებები.